იგი პირველი რესპუბლიკა იყო არსებობის სრული 3 წელი შეუსრულდა და რა თქმა უნდა ამ საბჭოეთმა ეს უნიკალური მოვლენა როგორც იყო პირველი რესპუბლიკა, პირველი სოციალ-დემოკრატიული მთავრობა საერთოდ მსოფლიოში. ეს უნიკალური მოვლენა იყო თავისი დემოკრატიული სტანდარტებით, ადამიანის უფლებების სტანდარტებით, ქალთა უფლებების სტანდარტებით. ეხლა დღეს დამოუკიდებელი საქართველო მას შემდეგ რა ძვიად გამსახურდიამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა, ამის შემდეგ თითქმის 30 წელი გავიდა. არავინ არ გვაპატიებს ჩვენს თანამედროვე მოქალაქეებს, საქართველოს მოქალაქეებს, რომ ჩვენი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა ნებისმიერი მოტივით და ნებისმიერი ფორმით ვინმეს ჩავაბაროთ. ეს შეუძლებელია უბრალოდ. ამიტომ ყველა ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, ჩვენ, ვინც აქ დღეს ვგავართ, აი იმ შენობაში ვინ ძის და რაღაც საოცარ კანონებს რო იღებენ ყოველდღიურად, ისტორია და ჩვენი მომავალი თაობები არ გაარკვევენ იმას, ვინ იყო ოპოზიციაში და ვინ იყო ხელისუფლებაში. ეს იქნება რაღაც აკადემიური წრეების შესწავლის საგანი. ყველა იტყვის, რომ საქართველოში გაუშვა ხელიდან უნიკალური შესაძლებლობა გამხდარიყო თავისუფალი დემოკრატიული სამყაროს სრულფასოვანი წევრი. ამიტომ დგევარ მე აქ და თითოეული საქართველოს მოქალაქე ამიტომ დგას აქ და ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, განა ვინმეს ვებრძოლოთ, განა ვინმე გავანადგუროთ, დავამარცხოთ და ვინმეს დაუმტკი, ან ვარკვიოთ ვინ მოღალატია, ვინ აი ამას თავი უნდა დავანებოთ დღეს მაინც, ხო? ეს ხო ტრაგიკული დღეა, ხო? მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ის უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც ისტორიამ ამ ქვეყანას აჩუქა, არ გაუშვათ ხელიდან და ჩვენ დღეს, აი მერწმუნეთ, გვაქვს შესაძლებლობა ისტორიას დრო მოუგოთ. დაახლოებით 1-30 წელი შეგვიძლია მოუგოთ, იმით რომ ნორმალურად მოვიქცეთ და ქვეყანა გავხადოთ ცივილიზებული, დემოკრატიული, სამართლიანი სამყაროს ევროპული სივრცის ნაწილი და ეხლა ვიღაცა შეიძლება ევროპა მოწონს, ვიღაცა შეიძლება არ მოწონს, ვიღაცას ჩინეთი მოწონს, ვიღაცას ამერიკა, ვიღაცას რუსეთი. ჩვენ იმეს კი არ უნდა ვეომოთ. ჩვენ ყველასთან დაბალანსებული პოლიტიკა უნდა გავატაროთ. უბრალოდ უნდა გვესმოდეს, რომ სამყარომ ჯერ დემოკრატიაზე უფრო უკეთესი მართვის სისტემა ვერ მოიგონა და დემოკრატიის ყველაზე კარგი ფორმა არის დღეს ევროპაში და ჩვენი უნდა ვიყოთ. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა და ამიტომ ვდგევართ აქ. მადლობა თქვენ.